სამწუხაროდ არის მავნეჩვევები და დიდუბეში ვცხოვრობ და აი დატანჯულები ვართ იმ რაღაც საეზღრობა ნარკოტიკებს მალავენ იმეებში, მრიცხველის რაღაცეებში, მილები ხუთჯერ მომიზრეს ახალი გარემონტებული იქ მალავენ იმ რაღაცეებს. გვეღუპება სინამდვილეში ახალგაზრდობა რა. ძალიან ბევრი სამწუხაროდ არის და ბევრჯერ გვინახავს ბუჩქებში რაღაცეებს დაეძებენ. თქვენი დამოკიდებულება და თქვენ როგორც პატივსაცემი ადამიანის სპორტსმენის ჩემო მეგობარო ეს მართლა რეალურია ეხლა რასაც თქვენ მეუბნებით და ეს ძალიან ცუდია დაიწყეს ხო ამაზე ძალიან ბევრი ნარკოტიკები მე თუ მკითხავ ამაზე დანდობა არ უნდა იყოს კი ბატონო ქვეყანამ გამოუცხადა ომი და მე ვაკვირდები ამას მაგრამ უყურე ძალიან სიამოვნებს ჩემი საკუთარი ძმაც რო იყოს მე არ მინდა რომ ეგეთ ადამიანთან ან ვიახლობლო არ რამე შეხება მქონდეს ეგ არის ჯერ პირადად ჩვენი მტერი მე ქვეყნის მტერი და ახალგაზრდობის მტერი რომელიც თავის ან გადახედოს ან შვილი არ ენანება ან მაგაზე უნდა იყოს უპრეცედენტო ბრძოლა რა დანდობა არ უნდა იყოს ეგეთ ადამიანზე შეიძლება ბევრი ნახავს და თუნდაც განეწყო ჩემს მიმართ მაგრამ როგორ შეიძლება ნარკომანი კაცო ნარკომანი და აი უარგისია ჩემ თვალში ეგენი არიან აი ნუ არარეალური ხალხი არიან რა მასეთმა ხალხმა როგორ რაში ადამიან რაღაცაში ხო უნდა გამოადგე შენ ეს რაღაცაში ელემენტარულად ესენი ხო არაფერში არ ადგებიან მით უმეტეს ცუდს აკეთებენ მთელი ცხოვრება ხო მთელი ცხოვრება ცუდს აკეთებენ ახალგაზრდები შენ ცხოვრობ იმიტომ ახალგაზრდებს მაგალითი მისცე შენ რა მაგალითი უნდა მისცე ახალგაზრდებს ეგ კი არა თავის შვილებს ვერ აძლევენ მაგრამ მაგალითი უნდა მისცეს მაგეთმა კაცმა პირიქით გარემოსაც აფუჭებს რომ ყველას უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი ხალხისაგანაც და იმის მე ჩემთან ეგენი ვერ მეგობრებენ ვერანაირად და არც მე არ ვიმეგობრება არც ერთი წამი არ მინდა მაგათთან მეგობრობა რა ღმერთმა ქნას რომ ეგენიო ამავტყოფები არიან უკაც ამავტყოფები თუ არიან ამავტყოფები იკურნებიან და რატო ეგენი არ იმკურნებიან გაიკო იმკურნარ უნდა გაანებონ თავი თარას იკეთებენ ხო იცი რომ მალე მოკვდებიან რა აი მაგას ვერ ახვდები როცა ადამიანი დგამს ნაბიჯს და ნარკოტიკის მოხმარებას იწყებს ხო იცის დასასრულად მართალი ბრძანდებით არ ჯობია მოდი დარბაზში ამდენი დარბაზები გაიხსნა შედალოცვილო სიკეთე გააკეთე რა როგორ შეიძლება რომ ნარკომანი ვიღაც მე არ მჯერა წესიურად ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს ელემენტარულად ნარკომანი მოსწონდეს კაც როგორ შეიძლება ისე მართლა კარგი გამეთქვით მოდი დარბაზში ივარჯიშე ჯანსაღ ცხოვრების პოპულარიზაციაც არის ჯანსაღათი ცხოვრე პლუს ამას შეიძლება ისეთი შედეგი დადო ქვეყანაც ასახეო შენ თვითონაც ბევრ რაღაცა სასიკეთო გააკეთო შენი კარიერა გაიკეთო და ყველანაირად წინ წახვიდე და არაფერში არ არის შეზღუდვა ძმა 26 წლისა იყო კანი ვარჯიშო და იყო ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ფრანგი შეგამოდი და იქება რა გინდა შედალოცვილო საერთოდ ეგრე ტალანტი გაგდა არის რამდენი სპორტსმენი ვიცით ნარკომანიამ რო გააფუჭა ყველაზე ცოტა უნდა ყოფილიყვნენ სოფლიო და ევროპის ჩემპიონები შეიძლება ოლიმპიური ჩემპიონი სოფლიო ჩემპიონი ვერ გახდეს იმიტომ რომ სოფლიო ჩემპიონი ცოტა ძნელი მოსაგებია იმიტომ რომ როლი იაპონელი როლი ზოგწონაში რა ადამიანები ვიცი ვიც გაფუჭდნენ რომ ეგენი 100%-იანი ოლიმპიური ჩემპიონები და სოფლიო ჩემპიონი გახდებოდა ვიც ამალმა ნარკომანიამ გააფუჭა აი ჩემი ამბავი მინდა მოუყვე რა 90-იანების ბავშვი ვარ ხშირად მიწევს გამეორება მაგრამ ეგრე იყო და რა ვქნა მოსაწევი მარიხუანა გამასინჯეს უფროსმა ზროსლებმა რა საბედნიეროდ არ მომეწონა ნუ რაღაცა მე-9 კლასში ვიყავი თუ მე-10-ში რაღაცა თავი რო გამომეჩინა მეც მოვწია ხოლმე იმათან ერთად მაგრამ რეალურად უფროსებმა გამასინჯეს იმას რო გავუყოლოდი მომწონებოდა არ ვიცი მე რა იქნებოდა მაგას მე ვიულობ რომ ჩემი შვილები ეს ისეთი ასაკია რომ რაღაც იმიტომ რომ კაი ტიპი გამოჩნდა შეიძლება გადადგაიგნა ბიჭი და მე როგორ დამთავრდება ეგ კაცმა არიცი და ძალიან ნერვიულია ძალიან ცუდია მაგას უნდა ძალიან გაკონტროლება რა კი ახალგაზრდები უბანში ვითომ წესითა გადაუსვამეთ თავში ხელს ვითომ ისა არაფერს და არაფერს ყურადღება არ უნდა მოაკლო მაგაზე როგორ შეიძლება კაცო ანუ არის ის ხალხი ვინც გაგასინჯებს აუცილებლად აი ეგ არის ხო ეგ არის მაგრამ ოჯახში არა უნდა აუხსნა რომ ეგ არის ძალიან ცუდი რამე რა არის ახალი თაობაც ხო უყურე ახალგაზრდები ჩვენც ხო ვიყავით პატარები უბანში რომ უყურე ყოჩიზის ვიღაცა ყველაფერი
აი იმას მიბაძონ, იმას ბექაურს მიბაძონ, ლამბორჯინი თუ დადის და ყველაფერი რო აქვს გრიგალაშვილის, შავდათვაშვილის სპორტსმენებს ვიბაძო, არაფერი არ აკლიათ, რა გაიმებს უბაში და რაც თავარია, ხალხის სიყვარულიც აქვს დამსახურებული. მე ხალხის სიყვარული, რა თქმა უნდა, შეიძლება ახალგაზრდა ბიჭია და აი აგე პლანს ეწევა, აგე ყოჩი ბიჭია უბაში, აგე ნარკამანია და ყველაფერი აქვს. იმას გამოხედი აქეთ თავისი ოფერტა და წვალებით ელ საქართველოს რო უყვარს და ყველა იმაცე მაგრად რო არიან. ალალი და უსაყვედრებელი. აბა რა დაუყვედრებელი რა.